საღამოშვიდობის ჩემო კარგებო, როგორ ახართ? მოგესალმებით ყველას დიდი სიყვარულით. მოკლედ, ეხლა მოვედი ლიდლიდან, ვიყავი აინკაუფენზე და შევიძინე პროდუქტი. ანაბელი დავუტოვე ანდრეას, უკვე გავამზადე ყველანაირად და უნდა დაეძინა, რადგან ძალიან დაღლილი იყო. თან რა თქმა უნდა, ვუთხარი რომ მივდიოდი პროდუქტების საყიდლად, ამდენი ახლა ბავშვს არ ესმის მოგეხსენებათ და ვუთხარი რომ მისთვის საჭმელი უნდა მეყიდა და მოკლედ წავედი და მეგონა რომ მოვიდოდი ანაბელი დაზინებული არ დამხვდებოდა, რადგან ასე იცის ხოლმე, მიცდის ხოლმე, მაგრამ იმდენად დაღლილი იყო, ჩაძინებია. ეხლა მინდა გაჩვენოთ თუ რა შევიძინე, ვისაც მოგწონთ ასეთი სახის ვიდეოები, სიამოვნებით შეგიძლიათ უყუროთ და ვისაც არა, შეგიძლიათ სხვა ვიდეო ნახოთ და თუ საერთოდ არ მოგწონთ ასეთი რაღაცები, მოკლედ შეგიძლიათ უბრალოდ სხვის არხზე გადახვიდეთ. მე არავის არ ვაძალებ ჩემი არხის გამოწერას, ყველაფერი არის ნებაყოფლობითი ცხოვრებაში, რომც დაგაძალოთ, ამას ვფიქრობ, რომ არავითარი აზრი არ ექნება. გერმანელებს აქვთ ესეთი ძალიან კარგი გამოთქმა, რომ einmal was man machen muss im Leben, muss man sterben, alles andere ist freiwillig. ანუ რაც იმას ნიშნავს, რომ ერთადერთი რაც უნდა გავაკეთოთ აუცილებლად ცხოვრებაში, ეს არის რომ როდესღაც მოვკვდეთ, თორე ყველაფერი დანარჩენი არის ნებაყოფლობითიო და სრულიად 100% ვეთანხმები აი ამ გამოთქმას. ზოგმა იცის, ვაიმე არ მაინტერესებს ასე ისე, თუ არ გაინტერესებთ, დახურეთ ვიდეო და საერთოდ ნუუყურებთ, გადადით სხვა ვიდეოზე, რომელიც თქვენ გაინტერესებთ. მოკლედ დავიწყოთ და გაჩვენებთ თუ რა შევიძინე და რა გადავიხადე. მე ძალიან მიყვარს ამ სახის ვიდეოები და ვისაც აინტერესებს და მოსწონს ამ სახის ვიდეო, bitte schön, აი, აქ არის და უყურეთ. მოკლედ წავედით. შევიძინე ესეთი ფუნთუშები. არის სრულ მარცვლოვანი, მე არასოდეს თეთრ ფუნთუშას არ ვყიდულობ, არც მიყვარს გემოთი და არც არის ჯანმრთელობისთვის კარგი. მე საერთოდ პურს არ ვყიდულობ გამონაკლისის სახით და ეხლა დავიწყე რომ ანაბელს ცოტ-ცოტას ვუჭრი ხოლმე და ყველთან და ცოტა კარაქთან ერთად ვაძლევ ხოლმე და ამისთვის ვიყიდე, მაგრამ გამონაკლისის სახით მივირთმევ ხოლმე, აი მაგალითად შაბათ-კვირას როცა მე და ანდრეასი ერთად ვსაუზმობთ, მივირთმევ ხოლმე, მაგრამ ყოველ დღე პურს მე არ ვყიდულობ. საერთოდ პურს არ ვყიდულობ ჩვენ კვირის განმავლობაში თუ დამიჯერებთ. გამონაკლისის სახით. ვიყიდე ეს 3 ცალი ფუნთუშა და 2 ცალი კრუასანი. ეს ანდრეას მოვუტანე 1 ცალი და 1 მე იმდენად მშიო და შემომეჭამა გზაში ჩემო კარგებო და გირჩევთ რომ არასოდეს მშიერი არ წახვიდეთ პროდუქტების შესაძენად აინკაუფენზე, არასოდეს. ეს არის ოქროს წესი. რომ თუ გინდათ რომ გზაში რაიმე არ შემოგეჭამოთ. რა კარგი ენაა ქართული არა, შემომეჭამა, შემომეყიდა, ასეთი რაღაც გერმანულ ენაში არ არსებობს. მოკლედ, აი ეს ფუნთუშები მოვიტანე. ეს ლიდლის პროსპექტები ყოველთვის უყურებ ხოლმე რა აქვთ ახალი შემოთავაზებაში და ასე შემდეგ, რა გამოდის ახალი და მომაქვს ხოლმე და მერე ვაგდებ რა თქმა უნდა ქაღალდის ნაგავში. ვიყიდე აი ესეთი ფრანგული ყველის ასორტი, ძალიან მომეწონა. მე ძალიან მიყვარს ყველი. ხორცი დავთმე, უკვე რამდენი წელია, ზუსტად 11 წელია, რაც ხორცი დავთმე, მაგრამ ყველს ვერ შეველევი და აი მხოლოდ ხაჭაპურის გამო ვერ ვიტყვი ყველზე უარს. ხინკალზე ვთქვი უარი, მაგრამ ხაჭაპურს ვერ დავთმობ. განსაკუთრებით იმერულ ხაჭაპურზე ვგიშდები და ძალიან მიყვარს. როგორც ვატყობ, ანაბელსაც ძალიან უყვარს ყველი, გიშდება ყველზე. შეუძლია ყოველდღე ჭამოს. მოკლედ, აი ესეთი ფრანგული ყველის ასორტი ვიყიდე და ნახოთ როგორი იქნება. 300 გრამი იყო შეფუთვაში, აი ესე გამოიყურება. Original französische Käseplatte.
ესე იგი ფრანგული ყველების ორიგინალიო რა. არ ვიცი ხა აქ რაღაცები აწერია ფრანგულად, მე რო არ დაგიმალოთ ფრანგული ნამდვილად არ ვიცი, რაღაც ორი სიტყვა რაღაც მესმის, მაგრამ ფრანგული მე არ ვიცი. ხუთნაირი ყველის სახეობა არის 300 გრამი და ღირდა 7 евро. 6.99. ყველი საერთოდ ძალიან მიყვარს და ესეთი ყველის ასორტები ხო საერთოდ. ეს არის ჭარხალი, მოხარშული ჭარხალი და მომზადებ ხოლმე სახელდახელოდ სალატს, დავჭრი ჭარხალს წვრილად, შემდეგ დავასხამ ზეითუნის ზეთს, ცოტა ხავსს დავაჭრი, ცოტა შავი პილპილი, მარილი და ცოტა ლიმონის წვენი ან ძმარი, ძალიან გემრიელია. შეგიძლიათ მიირთვათ დღის განმავლობაში, ძალიან მსუბუქია და ჩვენ ძალიან გვიყვარს მე და ანდრეას. ნუ ანაბელი ახლა რა თქმა უნდა, ახლა ძმრიანს და ლიმნიან რაღაცებს ვერ ჭამს რა თქმა უნდა, ჯერ პატარაა. შევიძინე კვერცხი. ეს არის ბიოლოგიურად სუფთა კვერცხი, 10 ცალი. და გადავიხადე 3 და 39. არის M, არის საშუალო ზომის, არსებობს კიდე L ზომის კვერცხები, არის M ზომა ამ შემთხვევაში და ვადა აქვს 24 აპრილამდე. საერთოდ რომ არაფერი ვიყიდო ბიოლოგიურად სუფთა კვერცხს ყოველთვის ბიოკვერცხებს ვყიდულობთ ხოლმე მე და ანდრეასი. არის 10 ცალი შეფუთვაში. ვიყიდე ასევე აი ესეთი ყველის ნაჭრები, ბუთა ქეზე, ანუ კარაქის ყველი, ესე რომ გადავთარგმნოთ, ბუთა გერმანულად ნიშნავს კარაქს, ვინც იცის და ღირდა 3 евро, 400 გრამი. და საქართველოში რომ რაღაც 100 გრამ გაუდას 20 ლარი აწერია, მე ეს არ მესმის. აი ესეთი პომიდორი ვიყიდე. კიდე ერთი ცალი კიტრი. ნუ გერმანულ კიტრს მანდა მაინც გემო არ აქვს, მაგრამ წამოვიღე მაინც. საღეჭი რეზინა, რომელიც ყოველთვის უნდა მქონდეს. ეს არის პიტნით, მწვანე ფერში. ეს ღირს 3 евро. პირველი ჩანთა უკვე დავაცარიელე, როგორც ხედავთ. ვიყიდე აი ესეთი პილპილების ნაკრები, რომელიც მე ძალიან მიყვარს. ანდრეას მწარი არ უყვარს, მაგრამ მე მიყვარს, სალატში მიყვარს, კერძში მიყვარს, ყველგან მიყვარს. თან არის C ვიტამინის წყარო, როგორც ვიცი. ასევე ყოველთვის ვყიდულობ, რა თქმა უნდა, ან მწვანე ხავსს, ან აი ამ პრას და ხმარობ ხოლმე ხახვის მაგივრად. იქნება ეს ომლეტი სალათებში, ყოველთვის აი ესე პრას ან მწვანე ხავსს ხმარობ ხოლმე. გამოვიღე ასევე სალათის ფურცლები. რომანა სალათი ქვია ამას. ყოველთვის ამაქვს სალათი და ძალიან ხშირად მივირთმევთ მე და ანდრეასი. ეს არის იოგურტი, რომელსაც ანაბელი გეახლებათ ხოლმე შუა დღისას, როცა გაიღვიძებს. აი ამ იოგურტთან ვაჭმევ ხილის ფაფას. აი მაგალითად ბანანს დაუჭრი ძალიან წვრილად, ადრე ვუხეხავდი და ეხლა უკვე წვრილად დაჭრილს ჭამს, რადგან 6 კბილი აქვს უკვე. სრულიად გაზრდილი 6-ვე არა, მაგრამ უკვე 6 კბილი აქვს და ძალიან უყვარს ეს თეთრი იოგურტი და არანაირ შაქრიან იოგურტებს მე ანაბელს არ ვაჭმევ. შევიწინე ასევე ბიო ბანანები. 2 ბადრიჯანი მოვიტანე, ჩემო კარგებო. მე და ანდრეას ეს ყოფნის და ანაბელი ჯერ ბადრიჯანს რა თქმა უნდა არ ჭამს. მინდა აჯაფსანდალი გავაკეთო. შევიძინე ასევე აი ეს ფრიშკეზე, ეს არის ნადუღის ვარიანტი გერმანიაში და მე მივირთმევ ყოველ დღე, რადგან არის ცილის უმაღლესი წყარო. თითო შეფუთვაში არის 23 გრამი ცილა აწერია და აქვს ძალიან დაბალი ცხიმის შემცველობა და დიდი ხანი, ესე იგი, არ აშივებს, როდესაც მე ამას ვჭამ და ძალიან კარგია ჯანსაღი ცხოვრებისთვის. ეს ვიყიდე 3 ცალი, ეს ღირს 99 ცენტი, ადრე ეს ღირდა 59 ცენტი, ჩემო კარგებო და კორონას და აი ეს უკრაინის ომის მერე გაძვირდა ყველაფერი გერმანიაში და ეხლა ღირს 99 ცენტი, ანუ 1 евро. მოვიღე 3 ცალი, როგორც ხედავთ. შევიძინე ასევე აი ეს მიწის თხილი, დაფასოებული და მე ყოველთვის ვყიდულობ მარილის გარეშე.
აქ აწერია Erdnüsse geröstet, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მოხალული მიწის თხილი. Ungesalzen, ანუ უმარილო, რადგან მარილს მე ძალიან ვერიდები. ფეხმძიმობის პერიოდში მქონდა წნევის პრობლემები და იქედან მოყოლებული უკვე მივეჩვიე, რომ მარილი დავთმე, თორემ ადრე სპეციალურად ყველგან ვუმატებდი კიდე მარილს და მოკლედ არ ვარ გამარილი ორგანიზმისთვის. ჩვენ დღის განმავლობაში მარილს ისედაც საკმარისად ვიღებთ, ასე რომ ეცადეთ, რომ დაუმარილებელი პროდუქტი მიირთვათ ძირითადად. ეს ერთი ცალი წამოვიღე. ვიყიდი ასევე აი ასეთი სახის ეს არის გაყინული კრევეტები, რადგან მე ხორცს არ გიახლებით და ჩემთვის ეხლა რადგან სწორი კვება დავიწყე, აუცილებელია ცილის მიღება და გარდნელებს, ანუ კრევეტებს აქვს საკმაოდ დიდი ცილის შემცველობა და არის ძალიან კარგი ჯანსაღი ცხოვრებისთვის. გადავწყვიტე, რომ ჩემი ცილის ერთ-ერთი წყარო იყოს აი ეს კრევეტები, რომელიც ფეხმძიმობიდან მოყოლებული ძალიან მიყვარს. ადრე არ მივირთმევდი, ანდრიას უყვარს ძალიან და ყოველთვის ანდრიასი მიირთმევდა ხოლმე, როცა იყიდა და მე არ წვიდულობდი და ეხლა იმდენად შემიყვარდა ფეხმძიმობაში მივირთმევდი და არ მწყენდა და იქედან მოყოლებული ძალიან მიყვარს და არის ცილის უმაღლესი წყარო. შემიძლია გაჩვენოთ, ნახეთ, აქვს 15 გრამი ცილა 100 გრამზე და საერთოდ არ აქვს კალორიები, 65 კალორია 100 გრამზე, ასე რომ შეგიძლიათ მიირთვათ. ვისაც თევზი უყვარს, თითქმის თევზის გემო აქვს და მე მაგალითად ძალიან შემიყვარდა ფეხმძიმობის დროს, რადგან ჭამდი და არ მწყენდა. შევიძინე ასევე აი ასეთი ნაყინი. დღეს ძალიან მოგვინდა მე და ანდრიას ნაყინი. ანდრიასის რომ სამსახურიდან მოვიდა, ისე ცხელოდა და მეც მართალია ტკბილს საერთოდ არ გიახლებით. არც შოკოლადს, არც ნამცხვარს ამჟამად არაფერს არ გიახლებით, მაგრამ აი გამონაკლის ვუშვებ ხოლმე და დღეს ძალიან მოგვინდა. ნუ ეს მოვიტანე, ახლა უკვე გვიანია და ხვალ მივირთმევ. ეს არის აი ესეთი ნაყინის ასორტი, სხვადასხვაგვარი. 4 ცალი არის ესეთი თეთრი შოკოლადი, 4 არის მწარე შოკოლადი, 4 არის ნუშით და 4 არის ჩვეულებრივად კლასიკური. ძალიან გემრიელია. მე რომ არ დაგიმალოთ, ძალიან დიდი ნაყინის მოყვარული ადამიანი არ გახლავართ. ნაყინს მე ნამცხვარი მირჩევნია, მაგრამ დღეს რატომღაც ძალიან მოგვინდა. ნუ ეხლა უკვე გვიანია როგორც გითხარით და ხვალ მივირთმევ აუცილებლად ერთ ცალს გამონაკლისის სახით. გამონაკლისები ყოველთვის უნდა დაუშვათ ჯანსაღი კვების დროსაც, თორემ ისე დიდი ხანი ვერ გაქაჩავთ, ესე რომ ვთქვათ. მალევე დაარღვევთ ამ თქვენ ჯანსაღ კვებას, ასე რომ ყოველთვის დაუშვით გამონაკლისები, ან კვირაში ერთი დღე, დათქვით ერთი დღე, აი მაგალითად შაბათი დღე ან კვირა დღე და მიირთვით ყველაფერი ცოტ-ცოტა, რაც გენატრებათ და რაც გინდათ. მეორე ჩანთაც დავაცარიელი, როგორც ხედავთ და ბოლოს კიდე რაც ვიყიდე, ეს იყო აი ეს ჭურჭლის სტილოები. მოკლედ ბევრი ძველი გვაქვს უკვე და გადავწყვიტე, რომ გადავახარისხო. მე ყოველთვის ვახარისხებ ხოლმე. იქნება ეს პერანგები, საღამურები, საცვლები, წინდები თუ რაც იქნება, როგორც ჩემთან ასევე ანდრიასთან, რა თქმა უნდა, ძველი ტანსაცმლის სახში გაჩერება არ მიყვარს. ასეა ახლა ჩაის სტილოებზეც. მაქვს რამოდენიმე, რომელიც უნდა უკვე ვიცი, რომ რამდენ ხანია უნდა გადავყარო და გადავახარისხო და ვიყიდი ახლები. ეს არის 100% ბამბაზე. მე ბამბის გარეშე არ ვყიდულობ ხოლმე, არც ჩაის სტილოებს და მოკლედ არის 5 ცალი, 3 არის ჩაის სტილო, ეს 1, 2 და მესამე თეთრფერში და 2 ცალი არის სამზარეულოს პირსახოცები. ძალიან მომეწონა. ეხლა არ არის ვაუ გადამრიე და რაღაცა ისეთი ფერი და რაღაცა, მაგრამ არის 100% ბამბაზე და ვფიქრობ 7 ევროთ 3 ჩაის სტილო და 2 სამზარეულოს ხელსახოცი სრულიად ნორმალურია და რაც მთავარია, ხარისხი არის ძალიან კარგი. აი ეს გახლავთ შემოკარგებო, კიდევ ერთხელ გაჩვენებთ და ამ ყველაფერში გადავიხადე ერთი წუთით. ეხლავე გაჩვენებთ. აი ეს არის შემოკარგებო დღევანდელი
ლიდლის ქვით არის და ამ ყველაფერში გადავიხადე 46 ევრო და 55 ცენტი. დღევანდელი ქვით არია. 8 აპრილის, როგორც ხედავთ. მოკლედ შემოკარგებო, იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, იმედია მოგწონთ ასეთი სახის ვიდეოები, რა ვიყიდე, კიდევ ბევრი გელოდება ჩემგან. ეხლა რაღაცები შევიძინე და მინდა კიდევ ჩავწერო ასეთი სახის ვიდეო, მაგრამ არა პროდუქტებზე, არამედ ნივთებზე. შემდეგ კიდევ გელოდებათ Amazon-იდან რა გამოვიწერე და მალე მინდა ასევე დავიწყო თემები გერმანიის შესახებ. ძალიან ბევრი თემები მაქვს ჩამოწერილი და ჩაფიქრებული, რომელზეც მინდა ვიდეო ჩავწერო და იმედია ჩვენი პატარა გოგონა მაცლის და დროს ვიხელთებ, რომ აი გერმანიის შესახებ ჩავწერო საინტერესო ვიდეოები. მე კი დღეს აქ დაგემშვიდობებით. ყველაფერს ახლა ამას შევალაგებ მაცივარში და დავაბინავებ და ჩვენ გოგონას გავხედავ საღამოსაც, როდესაც ძინავს, შემდეგ უცვლი ხოლმე საფენს, რომ დილამდე აი სულ საფენში არ იყოს, ეს აუცილებელია ვფიქრობ. თორე შემდეგ უღიზიანდება კანი, ძალიან გრძნობიარე კანი აქვს ჩვენ გოგონას, საერთოდ პატარებს და განსაკუთრებით კი ჩვენს გოგონას და ეხლა უნდა გამოუცვალო საფენი. მოკლედ, ღამემშვიდობის ყველას. ყველანი ძალიან მიყვარხართ და ძალიან კმაყოფილი ვარ ხოლმე, როდესაც თქვენთან ახალი ვიდეოთი მოვდივარ. მომდევნო ვიდეომდე შემოკარგებო. ძილინებისა ნახვამდის.